ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი სირიაზე და ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას მოგაწვდით ახალ მდგენელს ამ კონფლიქტის, კერძოდ საკითხი ეხება უკვე დრუზებს სამხრეთის მიმართულებით. და პირველი დაძაბულობის კერა, დაპირისპირება უკვე დაწყებულია, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის საერთოდ პირველი, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თქვენთან ერთად ვინც აკვირდებოდა ამ მოვლენებს, უბრალოდ ჩვენ არხი ახალი არის და არ გვაქვს ამ არხზე გაკეთებული ანალიზი მაგ მოვლენების, მაგრამ გეტყვით, რომ 2025 წლის ივლისში და აგვისტოში უკვე იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება დრუზების მიმართულებით. გახსოვთ, დრუზები ცხოვრობენ ყველაზე სამხრეთ ნაწილში სირიის, ჰოლანის მაღლობლის მოპირდაპირე მხარეს. და იქ არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება, ბევრი მოთამაშე, მათ შორის ისრაელი და რეალურად ქურთების საკითხის უშუალოდ ჯაჭვში არის ეს დრუზების საკითხიც. ერთ რაღაც ნაწილად შეგვიძლია აღვიქვათ და პარალელურად სანამ აგვარებენ ქურთების საკითხს, ნელ-ნელა შეიძლება ვთქვათ, რომ სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თურქეთის მხარდაჭერით დაიწყო დრუზების საკითხით დაკავება. ჩვენ ახლა თქვენთან ერთად დეტალურად ამ საკითხს შევისწავლით. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის და ამის მეშვეობით მათ შორის საშუალება მეძლევა, რომ მოვამზადო ახალი ასეთი მიმოხილვები თქვენთვის. დაწერეთ თქვენი კომენტარები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები და ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. ამ ყველაფრით თქვენ რეალურად ეხმარებით არხს და ხედავთ ძალიან ბევრს ახლა უკვე მეც ვხედავ კომენტარებში, ხედავთ რომ ცდილობ სისტემატიური, ნაყოფიერი, ასეთი საინფორმაციო ანალიტიკური პლატფორმა შევქმნათ თქვენთან ერთად და საუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებზეც პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს ქართულ აი ამ ანალიტიკურ ველში. არის რიგი საკითხები, რაზეც საუბარი არის ნამდვილად ყველაზე აქტუალურ თემებს, როცა ეხება საკითხი, პირობითად ირანი იყო ასეთი თემა, პირობითად ასეთივე თემა იყო ვენესუელა რაღაც მომენტში, თუმცა მერწმუნეთ, რომ ეს მხოლოდ ნომერ პირველი თემები იყო იმ მომენტში. მეორე, მესამე, მეოთხე მნიშვნელობის თემები პრაქტიკულად არ ჩანს არც მედია, არც ანალიტიკურ სფეროში და ჩვენ თქვენთან ერთად ამას გავაკეთებთ. მათ შორის პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სირიის თემის გარკვეული მონოპოლიზაცია მოვახდინეთ. არავინ არ აკვირდებოდა საერთოდ ამ თემებს, არავინ არ საუბრობდა ამ თემებზე, გინდ ქურთების მიმართულებით, გინდ ახლა დრუზების მიმართულებით, რაზეც ვისაუბრებთ და ასე გავაგრძელებთ სხვა ბევრი მიმართულებითაც, ბევრი თემის კუთხით, სადაც ყურადღების ნაკლებობა იმისთვის, რომ შევავსოთ ჩვენი ეს საინფორმაციო ველი. დავიწყოთ დრუზების საკითხით. პირველ რიგში გეტყვით, რომ დრუზები ცხოვრობენ სირიის სამხრეთში, პროვინციაში, რომელსაც ჰქვია სუეიდა და მთლიანად თითქმის იქ დრუზები ცხოვრობენ. და იმის შემდეგ, რაც დაიწყო სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების პირობებში, დრუზებმა შეარჩიეს სტრატეგია, რომ არ ჩარევის სტრატეგია და რეალურად არ იყვნენ მონაწილე მხარე აი ამ შიდა, ასე ვთქვათ, სამოქალაქო დაპირისპირების. 2023 წელს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდა პროტესტი ფასების მკვეთრი ზრდის და მმართველობის ძალიან ცუდი სისტემით, რომელიც იქ ჩამოყალიბებულია, ჯერ კიდევ ალ-ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს პროცესები წარმართული იყო ადგილობრივი სულიერი ლიდერით, პოლიტიკურ სულიერი, ასე ვთქვათ, შეიხით ჰიკმატ ალ-ხიჯრის მეთაურობით. ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ და ხელისუფლებაში აჰმედ ალ-შარას მოსვლის შემდეგ, რაც მოხდა 2024 წლის დეკემბერში და პრაქტიკულად 2025 წლიდან შეგვიძლია 10 თვლის წერტილად ჩავთვალოთ აჰმედ ალ-შარას ხელისუფლება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობები დრუზების მკვეთრად გაუარესდა. 2025 წლის ივლისში
მოხდა მნიშვნელოვანი შეტაკებები დრუზებსა და ბედუინებს შორის. ბედუინები არიან არაბები, იქ მცხოვრები რეალურად და ბედუინები გაცილებით ლოიალურები არიან ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, ვიდრე დრუზები. და აი ამ პროცესში ბედუინების მხარეს იბრძოდა ასევე პროსახელისუფლებო ძალები, რის შედეგადაც რეალურად Human Rights Watch-ის ინფორმაციით 86 მკვლელობა მოხდა, მათ შორის 67 დრუზი და 19 ბედუინი დაიღუპა, ხოლო 187,000 ადამიანი გახდა დევნილი, კერძოდ დრუზებზე არის საუბარი. ამავე პერიოდში უნდა ვთქვათ, რომ მშვიდობა დამყარდა მხოლოდ და მხოლოდ ისრაელის საჰაერო დარტყმების წყალობით აი ამ ტერიტორიებზე, რამაც შეაჩერა ცენტრალური ხელისუფლების მიერ წარმოებული ეს თავდასხმა. და ამის შემდეგ დრუზებმა ჩამოაყალიბეს 2025 წლის აგვისტოში ეროვნული გვარდია, რომელმაც გააერთიანა დაახლოებით 30 სამხედრო დაჯგუფება და ამ ეროვნულ გვარდიას ახლა მეთაურობს იგივე შეიხი ჰიკმატ ალ-ჰიჯრი. 2025 წლის ბოლოსკენ კი სუედაში ეს მშვიდობა პრაქტიკულად ძალიან სუსტი, შეგვიძლია ვთქვათ, და არამყარი იყო და რჩება და რეგულარულად ხდება დაპირისპირებები ადგილობრივ ძალებსა და ცენტრალური ხელისუფლების ძალებს შორის. კერძოდ, ბოლო ასეთი დაპირისპირება დაიწყო გუშინ და ამაზე მე მინდა, რა თქმა უნდა, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ და სწორედ ეს არის დღევანდელი ჩემი ანალიზის ერთ-ერთი კონკრეტული მიზეზი. მანამდე კი გეტყვით, რომ 16-18 იანვარს ამ წლის დაიწყო მნიშვნელოვანი უკვე დაპირისპირება და ადგილობრივი საინფორმაციო პლატფორმა ენაბ ბალადის ინფორმაციით დასავლეთ ნაწილში ამ სუვეიდას პროვინციის ეროვნული გვარდიის და ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც სამხედრო კომპონენტსაც მოიცავენ რეალურად, დაპირისპირება საკმაოდ აქტიურად იყო დაწყებული და ბრძოლები მიმდინარეობდა 16 იანვარს, თუმცა შემდეგ დღეს შეჩერდა. მხარეები იყენებდნენ 23 მმ-იან ზენიტურ დანადგარებს, ასევე ესე იგი სხვადასხვა ცეცხლსასროლ იარაღს და უპილოტო საფრენ აპარატებს. სამთავრობო ინფორმაციის ტკიცებით ცეცხლი გახსნა ეროვნულმა გვარდიამ და დაარღვია ესე იგი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ხოლო რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ცეცხლი სწორედ სამთავრობო ძალებმა გახსნეს. 9 იანვარს მანამდე უნდა გითხრათ, რომ ამ ბრძოლების შედეგად 16-17 იანვარს არავინ არ დაღუპულა. თუმცა მანამდე 9 იანვარს ასევე იყო დაპირისპირება და ამის შედეგად ერთი ეროვნული გვარდიის წევრი გარდაიცვალა, რამდენიმე იყო დაშავებული და ცენტრალური ხელისუფლების გუბერნატორმა ბრალი დასძო ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებს. კრიმინალურ ჯგუფებში ცენტრალური ხელისუფლება გულისხმობს ამ ეროვნულ გვარდიას, რომელიც შექმნილი არის ადგილობრივების, ესე იგი, ძალებით და შესაბამისად არის დრუზების ეროვნული გვარდია. რას გავს დრუზების ეროვნული გვარდია? გავს ქურთების სირიის დემოკრატიულ ძალებს, ვის წინააღმდეგაც ბრძოლა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახლაც. მეცაც გეტყვით, დრუზების ამ ძალებს შორის ეროვნული გვარდიის და სირიის დემოკრატიული ძალების თანამშრომლობაზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არის. მათ შორის, რომ ისრაელი ძალიან აქტიურად ხარჯს უჭერდა ამ ორი ძალის ერთმანეთთან თანამშრომლობას, მათ შორის თხოვდა კონკრეტულად ქურთების ძალებს, რომ გარკვეული გადამზადების კურსები მოემზადებინა და წარემართა დრუზების შეიარაღებული ძალებისთვის. 20 იანვარს მოხდა მნიშვნელოვანი თავდასხმა სწორედ ქალაქ ალ-სუეიდაში, ანუ დედაქალაქში, ასე ვთქვათ, აი ამ დრუზების რეგიონის, სადაც იმართებოდა კონფერენცია თავისუფლების ნება. რეალურად ეს კონფერენცია არის გაგრძელება იმ პოლიტიკური პროცესისა,
რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს სუვეიდას რეგიონის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ორგანო ცალკე. თავდასხმისას უცნობმა შეიარაღებულმა ძალებმა, დაჯგუფებებმა, ვისაც ეცვა სუვეიდას, ანუ დრუზების ეროვნული გვარდიის ფორმა, შეიჭრდნენ აი ამ სასტუმროში, სადაც ეს მიმდინარეობდა, ალ-ამერ სასტუმროში, სადაც მიმდინარეობდა ეს კონფერენცია. იქ გაანადგურეს ქონება და ცემეს 70 მონაწილისგან გარკვეული ნაწილი, რამდენიმე მონაწილე გაიტაცეს. და რა თქმა უნდა, ადგილობრივი დრუზული წყაროები იტყობინებიან, რომ ეს არის ორგანიზებული ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ადგილობრივმა საინფორმაციო წყარომ სუეიდა 24-მა განაცხადა, რომ შეიარაღებული კაცები რეალურად იყვნენ სწორედ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ ესე იგი მოტყუების მიზნით ეცვათ ეროვნული გვარდიის აი სტანისამოსი. ცენტრალური ხელისუფლების განცხადება იყო საოცარი. განაცხადეს, რომ აი ეს თავდასხმა, რაც მოხდაო, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეროვნული გვარდია, რომ არის ტერორისტული და ბანდიტური დაჯგუფება. ანუ მათი ლოგიკით ცენტრალური ხელისუფლების დრუზები თავის თავს ებრძვიან დაახლოებით და მათ მიერ შექმნილი ეროვნული გვარდია ებრძვის მათ. რაც სასაცილო იქნებოდა, მაგრამ არ არის სასაცილო, იმიტომ რომ გასაგებია სრულიად ლოგიკა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოაწყო ასეთი ნაბიჯი, გამოიყენა თავისი კონტინგენტი ოღონდ ეროვნული გვარდიის სტანისამოსით და საბოლოო ჯამში ამით ასევე მიაღწია იმას, რომ კონკრეტულად ეროვნული გვარდიისთვის კიდევ ერთი ბრალდების საფუძველი შექმნა. ამ ბრალდების საფუძველის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ ქმედებების ასე ვთქვათ, ნარატივი ჩნდება ნელ-ნელა სამთავრობო მედიაში. კერძოდ, სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებას საუბრობს იმაზე, რომ ეს ბანდიტების საკითხი უნდა მოგვარდესო. რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ზუსტად იგივე დინამიკაა, რომელიც იყო ქურთების წინააღმდეგ. კერძოდ, ქურთების საკითხის მოგვარების პარალელურად და ქურთების საკითხის მოგვარების შემდეგ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ახლა დღის წესრიგში დგას უკვე დრუზების საკითხის მოგვარება. პარადოქსალური იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ამდენად პრიმიტიული, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სრული კონტროლის ქვეშ აიღოს მთელი ტერიტორია. ეს პროექტი პრინციპში წარმართულია ჩემი აზრით არა იმდენად შარაას ხელისუფლების მიერ, არამედ კონკრეტულად თურქეთის საგარეო დაზვერვის MIT-ის ინიციატივით, რომლის მეთაური ხშირად ჩადის დამასკოში, ხვდება მათ შორის კონკრეტულად შარაას და შარაა იგულისხმება, რომ არის მათი წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშ და გავლენის ქვეშ მყოფი პირი. ამის შედეგად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთს ახლა სურს ქურთების საკითხის მოგვარებასთან ერთად მოაგვაროს დრუზების საკითხი. რა არის დრუზების საკითხი? ძალიან კარგი კითხვაა და ახლა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ეროვნულმა გვარდიამ ცხადია განაცხადა, რომ ესე იგი არანაირი მონაწილეობა ამაში არ მიუღია და პირიქით გმობს ამ ქმედებებს და ამ ბრალს დებს ამაში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. სრულიად ლოგიკურია და მე ზოგადად ძალიან მომწონს, როდესაც ნებისმიერ ამას ვაანალიზებთ, ჩართოთ უბრალოდ ლოგიკა. ეს ჩემთვის არის აი აპრიორი ფაქტორი. ანუ ვის აწყობს და რა არის ლოგიკური და არალოგიკური. ლოგიკურია, რომ ეს ეროვნულმა გვარდიამ თავისივე თავის წინააღმდეგ ქმედებები არ გამართა. მთლიანი დინამიკა კი ასეთია. ჩვენ უკვე ვხედავთ 25 წლის 23 დეკემბრიდან აქტიურ დაპირისპირებას ეროვნულ გვარდიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, მათ შორის რამდენიმე სოფელში, კერძოდ რიმ-მახაზემ სოფელის მიმართულებით, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ და სხვა საშუალებებსაც მსხვილი კალიბრის და ბრძოლები მიმდინარეობს.
მოქმედი პირები აქ არის რამდენიმე და მნიშვნელოვანი, ამაზე მინდა ასევე ინფორმაცია მოგაწოდოთ. ერთი არის ეს ეროვნული გვარდია, რომელიც 2025 წლის 23 აგვისტოს შეიქმნა შეიხ ალ-ხიჯრის ინიციატივით, დაახლოებით 30 ადგილობრივი დაჯგუფების, ასე ვთქვათ, ერთობა არის ეს და მათი მიზანია ჯაბალ ალ-არაბის, ასე უწოდებენ საკუთარ სამშობლოს ტერიტორიას, დაცვა და რეალურად არის გარკვეული პარალელური სისტემა, დაახლოებით როგორიც არის ქურთული ძალები. მეორე ეს არის ალ-ხიჯრი თავად. ვინ არის ალ-ხიჯრი? ეს არის დრუზების შეიხი, საკმაოდ გავლენიანი, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს იდეას ამ რეგიონის ავტონომიის. კერძოდ აცხადებს, რომ დრუზები არიან ისრაელის განუყოფელი ნაწილი და მათ სჭირდებათ ისრაელის გარანტიები. ინტერვიუში ისრაელურ გაზეთისთვის მან განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა, სააერო დარტყმებმა 2025 წლის ივლისში გადაარჩინეს დრუზები გენოციდისგან და სირია უნდა გახდეს ფედერალური და ამ ფედერალიზმის შედეგად დრუზებს უნდა ჰქონდეთ ავტონომია. გარდა ამისა, ალ-ხიჯრი საუბრობდა იმაზე, რომ ისრაელმა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია დრუზებს და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა თავის დროზე. ადგილობრივი ანალიტიკური ცენტრის ეტანა სირიას ინფორმაციით დაახლოებით 160 შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებს სუვეიდაში, აქედან 64 შედის სწორედ ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. ეროვნული გვარდია ეხლა წარმოადგენს იქ არამხოლოდ პოლიტიკურ ცენტრს, არამედ მასთან ერთად არის რეალურად ეროვნული ძალების ალიანსი, ასეთი გაერთიანება, რომელიც გამოდის აქტიურად ინტეგრაციის წინააღმდეგ, ესე იგი, აი ამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თუმცა ამავდროულად ეხლა იანვარში შექმნილია ახალი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ჰქვია გაერთიანებული ჯარი და ესე იგი აი გაერთიანებული ჯარის მიზანი არის ინტეგრაცია სირიის ცენტრალურ ხელისუფლებაში. ანუ გარკვეულწილად ეხლა დრუზები უკვე ორ ნაწილად არიან დაყოფილი, პრო-ისრაელული ნაწილი დრუზების და პრო-შარაას და პრო-თურქული ნაწილის. ანუ ისრაელი და თურქეთი ორი ასეთი დინამიკა არის აქ გამოკვეთილი. გარდა ამისა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა არაბიკ პოსტის ესე იგი გაზეთის საერთაშორისო მედიის მიერ, სადაც წერია, რომ ისრაელი დიდი ხანია მხარს უჭერდა დრუზების და ქურთების მჭიდრო თანამშრომლობას და დრუზების გადამზადებას ქურთების ამ დემოკრატიული ძალების მეშვეობით. ცნობილმა ვაშინგტონ პოსტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელიდან მნიშვნელოვანი დახმარება იქნა გაწეული სწორედ დრუზებისთვის, ანუ ფულადი დახმარება მათ შორის, მათი აი ამ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების მიზნით და მხარდაჭერის მიზნით. თუმცა ახლა, როდესაც ქურთებს ასე უჭირთ და რეალურად ინტეგრაციაზე უკვე პრაქტიკულად შეთანხმებები იქ არის დადებული, დრუზები რჩებიან მარტო და ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე. თუ ნახავთ უკვე ახალი ხელისუფლების პოლიტიკას, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, ეს ყოფილი ტერორისტული ორგანიზაცია ხაიათ ტაჰრირ ალ-შამ მის მეთაურია, ცდილობენ ყველა, ესე იგი, აი ამ ტერიტორიის ინტეგრაციას ერთიანი ასე ვთქვათ, სირიული სახელმწიფოს ფარგლებში, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? ცდილობენ დაიმორჩილონ ყველა აჰმედ ალ-შარაას აი ამ სისტემას, ანუ პრო-თურქულ ძალაუფლებას. და ამ მიმართულებით უკვე ვხედავთ, რომ პრინციპში გარკვეული შეთანხმებები უკვე არის მიღწეული დარაას და ქუნეიტრას რეგიონებში, რომლებიც ყველაზე ახლოს მდებარეობენ სუეიდას დრუზების დასახლებული რეგიონიდან და რეალურად პრაქტიკულად დაგეგმილია, რომ აი სამხრეთის საბჭო, ანუ იქ ვინც სიტუაციას აკონტროლებდა და ეს არ იყო რეალურად შარაა, ეხლა გახდნენ სწორედ შარაას ხელისუფლების ნაწილი. ხელისუფლება განიხილავს ეროვნულ გვარდიას როგორც უკანონო დაჯგუფებას და შესაბამისად რეალურად მათ წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას. ხედავთ, რომ ხელისუფლება ასევე ცდილობს შეთანხმებას იორდანიასთან და შეერთებულ შტატებთან და კერძოდ ასეთი მაგალითი გვაქვს, იორდანიამ
დეკემბერში 2025 წლის რამდენიმე დარტყმა მიაყენა სწორედ სუვეიდას რაიონში, სადაც ნარკოტიკების გადაზიდვის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს იორდანია, სირია პირიქით მიმართულებით. ისრაელი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს დრუზებს, ამას გააჩნია კონკრეტული მიზეზი. ჰოლანდის მაღლობლები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიის ნაწილია, კონტროლირდება ისრაელის მიერ, აღიარებულია ისრაელის ტერიტორია ტრამპის ამერიკის მიერ. რეალურად კი საერთაშორისო სამართლით იმ ლოგიკით, რომელიც არსებობდა აი ამ ომამდე და ასე შემდეგ, სირიის ტერიტორიის ნაწილად ითვლებოდა ჰოლანდის მაღლობლები, სადაც ასევე ცხოვრობენ დრუზები. ამიტომ ისრაელისთვის დრუზების მხარდაჭერა გამომდინარეობს ძალიან მარტივი ლოგიკიდან. მისი მოქალაქე დრუზები ითხოვენ საკუთარი ნათესავი დრუზების მხარდაჭერას და ეს პროცესიც აქტიურად გრძელდება. ისრაელის ანალიტიკოსები პრინციპში ეხლა აცხადებენ, რომ ქურთების ვითარება, რომ გავითვალისწინოთ, იმდენად მძიმე არის ახლა, რომ რეალურად ეს ასუსტებს გარკვეულწილად დრუზების პოზიციასაც რეგიონში. შეერთებული შტატები აქ განსაკუთრებით აქტიურად არ არიან ჩართული და სწორედ თუ ქურთების მიმართულებით შეერთებული შტატები იყვნენ აქტიურად ჩართული, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრუზების მიმართულებით ვითარება სხვა არის და აქ ისრაელი არის მთავარი მოთამაშე. აქედან არსებობს, მე ვიტყოდი ორი სცენარი, მაგრამ სავარაუდოდ ერთი კონკრეტული სცენარი არსებობს ყველაზე დიდი ალბათობის მქონე. ორი სცენარი იმ კუთხით, რომ აი ასეთი ვითარება, როგორიც ახლა არის, ეს ვითარება ასე რჩება, მაგრამ არ ამგონია, მარტივად რომ ვთქვათ, არ ამგონია და ვფიქრობ, რომ ეს ვითარება მალე დაიწყებს ცვლილებას. კერძოდ, ამის მინიშნებები უკვე გაგვაჩნია, ახლა რაც ხდება ბოლო პერიოდში, ბოლო დღეების განმავლობაში მათ შორის და პრაქტიკულად როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება დაასრულებს ქურთების საკითხს, უახლოესი დღეების, კვირეების განმავლობაში უნდა ველოდოთ დრუზების მიმართულებით თემის გააქტიურება. ეს თემის გააქტიურება ნიშნავს იმას, რომ იქ დაიწყება გარკვეული საომარი მოქმედებები. თუ გავიხსენებთ ივლისის მოვლენებს დრუზების მიმართულებით, მაშინ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელი ჩაერევა. მათ შორის ისრაელს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი დრუზები, ვინც მსახურობენ ისრაელულ ჯარში, ასევე იყვნენ იქ და დაეხმარონ საკუთარ ნათესავებს. შესაბამისად, შესაძლოა მოხდეს ესკალაცია. ამავდროულად, ისრაელის ჰოლანდის მაღლობლებსა და ალ-სუვეიდას რაიონს შორის არის აი ეს რაიონები, რასაც გითხარით წეღან, დერაა და ქუნეიტრა, სადაც არის სამხრეთ ეს საბჭო, სამხრეთის დივიზია, რომელიც კი არის ავტონომიური, მაგრამ შეთანხმდა და ალ-შარაას შემადგენლობაში არის რეალურად, აი ემორჩილება შარაას. სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რომ ისრაელს დასჭირდება მისვლა როგორღაც, ესე იგი, დრუზებამდე. როგორ შეუძლია ავიაცია, ეს შეიძლება იყოს თვითმფრინავები, შეიძლება იყოს ბომბდამშენები, შეიძლება იყოს ვერტმფრენები, შეუძლია მისვლა, დახმარება, მაგრამ ეს გამოიწვევს პრაქტიკულად პირდაპირ კონფლიქტს ისრაელსა და სირიას შორის. მაგრამ რადგანაც სირია იქ არის პროქსი, პრაქტიკულად და სირია არის თურქეთის კონტროლის ქვეშ, ეს არის თურქეთის და ისრაელის პრაქტიკულად კონფლიქტის დაწყება თან ჰოლანდის მაღლობლებისგან არც ისე შორს, რაც მე არაერთხელ მithkoms, რაც არის ჩემი პროგნოზი, რომ ეს თემა ჰოლანდის მაღლობლები, მით უმეტეს თუ მოაგვარებს დრუზების თემას, შარაა, ადრე თუ გვიან მიუდგება ჰოლანდის მაღლობლებს. შარაა და მისი უფროსი მეგობარი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. ჰოლანდის მაღლობლები სავარაუდოდ გახდება ყველაზე ცხელი წერტილი. რატომ? საერთაშორისო სამართლით სირიის ტერიტორია, თუმცა ისრაელი მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიად, ამერიკა აღიარებს ისრაელის ტერიტორიად. ჰოლანდის მაღლობლების დაკავება და იქ თურქეთის აღმოჩენა ისრაელის სახელმწიფოსთვის არის წარმოუდგენელი მასშტაბის რეალური სამხედრო საფრთხე და ეს სრულიად სხვა მასშტაბს აღწევს სინამდვილეში. ამიტომ ისრაელისთვის ამის დაშვება წარმოუდგენელია. ისრაელი ამაზე არ წავა. ხოლო სირია ეცდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ან დრუზების საკითხი ახლა გაცხელდება და როგორ მოგვარდება ვნახოთ, მაგრამ მერე უკვე ჰოლანდის მაღლობების საკითხი დადგება და იმისთვის, რომ არ დაუშვას
და ესე იგი ისრაელმა ჰოლანდიის მაღლობლების თემა ბუნებრივად უნდა დაეხმაროს ჯერ დრუზებს. ამიტომ შესაძლებელია უკვე იქ მოხდეს ასეთი ესკალაცია და ეს ესკალაცია შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად ეს განვიხილეთ, გავაანალიზეთ დეტალურად და ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საინტერესო ამ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, როცა იქნება სიახლე, მე დავამატებ კიდევ ახალ ანალიზებს ამ თემაზე და ვისაუბრებთ უფრო დეტალურად ყველა საჭირო მიმართულებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგი ანალიზის